ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე, რომლის შედეგადაც ფიზიკური დაზიანება მიიღო ექს-პრემიერმა და პარტია გახარია საქართველოსთვის დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ინციდენტი გვიან ღამით ბათუმში სასტუმრო შერატონში მოხდა. პირველი ცნობა, რომ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ 15 იანვარს. შუაღამის შემდეგ სოციალური ქსელებით გავრცელდა. ექს-პრემიერი ცხვირის ძვლების მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს. საავადმყოფო გახარიამ თავისივე სურვილით დატოვა. უკვე დღეს მომხდარზე ორი ვიდეო გაავრცელა ტელეკომპანია იმედმა. 24 წამიანი ვიდეო მომხდარს სრულად არ ასახავს და კადრებში ინციდენტის მხოლოდ ნაწილი ჩანს. მანამდე თავდასხმის შესახებ განცხადება ზვიად ქორიძემ გააკეთა. როგორც შერატონის მენეჯერი აცხადებს, გახარიასა და ქორიძეზე თავდასხმის კადრები შენახულია. მომხდარზე გახარიას გუნდის წევრები პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ. ინციდენტი მწვავე პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა. ყოფილ პრემიერ-მინისტრზე გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გვიან ღამით გავრცელდა. ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში სასტუმრო შერატონში მოხდა. მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. გიორგი გახარია სამედიცინო დახმარება დაჭირდა. აღენიშნება ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა, თუმცა საკუთარი სურვილით სამედიცინო დაწესებულება რამდენიმე საათში დატოვა და მკურნალობას სახლში აგრძელებს. მან სოციალურ ქსელში მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა, თუმცა არ უსაუბრია იმაზე, თუ რა მოხდა შერატონში, სადაც ის ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის შემდეგ იმყოფებოდა. ჩაუტარდა კვლევები, მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის და გაეწერა კლინიკიდან. აბსოლუტურად იყო კონტაქტური, ადეკვატური დაზიანება ჰქონდა სახის არეში. საოპერაციო შემთხვევა, მძიმე შემთხვევა არ იყო, მაგრამ იყო ცხვირის ძვლების მოტეხილობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ეტაპზე არ დაუდასტურებია არც ინციდენტში მონაწილე პირების რაოდენობა და არც თავდამსხმელის ვინაობა. თუმცა სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გიორგი გახარიასთან დაპირისპირებაში დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანუელიძე მონაწილეობდნენ. ყოფილი პრემიერის პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმა განხორციელდა და ამაზე მხოლოდ მართველი გუნდია პასუხისმგებელი. ბერდია სიჭინავას არ დაუსახელებია კონკრეტული სახელები, თუმცა თქვა, რომ გამოძიებას ამ საქმის გახსნისთვის მხოლოდ 24 საათი ჭირდება და სახელებს თავად მათგანელიან. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილი ანგარიშის სწორებით საჯაროდ დაემუქრა გიორგი გახარიასა და მის გუნდს. თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩხრულად, როგორც ეს ამ ადამიანების ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი. ამავე სასტუმროში, თუმცა დაახლოებით 15 ან 20 წუთით ადრე მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ. მან ინტერვიუ არ მისცა პირველ არხს, თუმცა შემთხვევის დეტალებზე ისაუბრა სხვა მედია საშუალებებთან. ზვიად ქორიძემ თქვა, რომ სასტუმრო შერატონში იმყოფებოდნენ გიორგი მანუელიძე, დიმიტრი სამხარაძე და კიდევ სხვა პირები. აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მისი მისამართით ნასროლს აგნებს. ის ასევე იმყოფებოდა სამედიცინო შემოწმებაზე და მედიასთან თქვა, რომ დღეს საგამოძიებო უწყებაშიც დაიბარეს. მეუღლეს ვესაუბრებოდი, ჩამოდის აი ხარეს ლიფტის მხრიდან გამოდის დიმიტრი სამხარაძე, თავის თანხმოვანთან ერთად. რაღაც ნივთი არ ვიცი, რომელიმე მათგანმა მე ამას ვერ ამოვიცნო ვერანაირად მომართა იქ და სათვალე მთლიანად დაიმსხვრა. და აი რაღაც გარკვეული დაზიანებები არის, ის გამოც ახლა მივდივარ კლინიკაში. რაც შეეხება და მეორე, აი ზუსტად ვიცი, რომ გიორგი მანუელიძე მაიღო რაღაც ნივთი, რომელიც რაღაც კერამიკის ფოტანი არ ვიცი, რომელშიც იყო მისა და ისროლა აი მლობის მაგიდის მიმართულებით, არ ვიცი, საგანგებოდ არ ვიცი, ნევით ამაცილა. სასტუმრო შერატონი, სადაც შემთხვევა მოხდა, სრულად არის აღჭურვილი სათვალთვალო კამერებით. ამ ეტაპზე ერთადერთი ვიდეო მასალა ამ ფაქტთან დაკავშირებით ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა. ვიდეო კადრებში დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეც აღიქმება და ჩანს დაპირისპირების მცირე ფრაგმენტი, რომლის მიხედვითაც გახარიამ სამხარაძეს პლასმასის ჭიქა ესროლა. სასტუმრო შერატონში დღეს ნათია მეზრუშვილი მივიდა, რომელიც ამბობს, რომ ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული მოკლე ვიდეო მასალა დაპირისპირებაში მონაწილეების თანმხლები პირების მიერ არის გადაღებული. ასევე არის დამონტაჟებული და არ ასახავს მომხდარის რეალურ სურათს. ამასთან ის სრული ვიდეო მასალის ამოღებას ითხოვს. ის, რომ მომხდარზე მასალა არსებობს, დაადასტურეს სასტუმრო შერატონ ბათუმში და განაცხადეს, რომ მზად არიან სრული ვიდეო ჩანაწერი სასამართლოს განჩინების საფუძველზე შესაბამის უწყებებს გადასცენ.
ძალიან კარგი ამონაჭერი გამოუვიდათ, ძალიან სასიამოვნო სანახავი ამონაჭერი, ასე ვიტყოდი. ისიც რაღაცა მოჭრეს და რაღაცები შეკერეს, მაგრამ არა უშავს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება კმაყოფილი იქნება, ეს ერთი. მეორე. აქ იმიტომ მოვედით დღეს აი ამ სასტუმროში, რომ სრული ჩანაწერები, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს, შენახული იქნეს ეს და პროკურატურას უკვე მივმართეთ და ვუთხარით, რომ დროულად ეს ჩანაწერები სრული ამოიღონ. რა თქმა უნდა, არაფერი არ არის ტაშობილი. რა თქმა უნდა, კი ბატონო. რა თქმა უნდა, სრულად ამოღებულია უკვე ჩანაწერები? ამოღებული არ არის ბატონო, ჩანაწერები იქიდან გამოდიან, რომ სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტაცია ჯერჯერობით არ მოსულა. სასტუმროსთან, სადაც გიორგი გახარია და ზვიად ქორიძე იმყოფებოდნენ, მედიის წარმომადგენლებმა დღეს აქცია გამართეს. გახარიაც და ქორიძე ბათუმში მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით ჩავიდნენ. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა თავდასხმაში მონაწილე პირების დაუყოვნებლივ დაკავება მოითხოვეს. ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და შემდეგ პოლიტიკოს გიორგი გახარიას თავს დაესწრნენ აი ამ სასტუმროში. თავდასხმა მოაწყეს ქართული ოცნების დეპუტატებმა და მაღალი თანამდებობის პირებმა. დღეს ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში დავრეკეთ და ვიკითხეთ თუ არიან დაკავებული მოძალადეები, ჯგუფურად მოძალადეები, დემონსტრაციულად მოძალადეები და ისინი არ არიან დაკავებული. თემაზე დილიდან პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ოპოზიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას სრულად მართლ პარტიას აკისრებს და გიორგი გახარიაზე ორგანიზებულ პოლიტიკურ თავდასხმაში დარწმუნებულია. გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებული ძალადობა დაგმო სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტებზე ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებსაც მიეწოდებათ. ის რაც მოხდა ამ ღამეს ერთ-ერთ პოლიტიკოსის მიმართ, გიორგი გახარიას მიმართ, არის ასევე სრულიად წარმოუდგენელი. მე არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები, ყველა მოქალაქეს ეხება ესა, არავის მიმართ ძალადობა არ შეიძლება, არავის მიმართ ასეთი ცდელობა იმისი, რომ საზოგადოება დააშინო და მოქალაქეები, კერძო მოქალაქეები ასევე დააშინო, ეს არის მიუღებელი. ეს არის შურიზიება კონკრეტულად გახარიას წინააღმდეგ ნებისმიერი კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან განხორციელებული ქმედება ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ და დასაგმობია და რა თქმა უნდა ვგმობთ. გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმა არის მაგალითი არა მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების და ძალადობის, არამედ ივანიშვილის მხრიდან მცდელობის, რომ ქვეყანა დააბრუნოს 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი განუკითხაობისკენ. მართლ გუნდში კი უარყოფენ, რომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე პოლიტიკური ანგარიშწორება მოხდა და ფაქტს სულ სხვა შეფასებას აძლევენ. როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში, ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება, როდესაც შენ გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია. გამოვყალიბდეთ ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვით გახარიამ სახეში ჭიქა ჩაარტყა დიმიტრი სამხარაძეს. ასე იყო თუ არ იყო? ხო იყო ასე. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო თუ არ იყო? თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორ არის? გიორგი გახარია ახლა მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებს. საქმეზე გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით აღიძრა. მას ჯერჯერობით გამოძიებისთვის ჩვენება არ აქვს მიცემული, თუმცა მისი თანაგუნდელების თქმით, ჩვენების მისაცემად მზად არის.